ძალიან გვიჭირს აქაურების დატოვება. ერთად მოვდივართ, თითქმის ტოლები ვართ, აი ეს ქალბატონი მანანა არის, ნაზიკო არის, აზერბაიჯანელი ქალი არის. ჩვენ ამათ გარეშე ჩვენთვის ეხლა ამათი ბაირამი იყო. მულოცავ ამათ ბაირამობას. ვინც აქედან წავდა, ყველა მაგას იზარს. აი დროზე გადით თორე გაქრიან. მე აქ დავიბადე, ამ ბაღში დაბადებული და აქ დავთხოვდი. აქ ცხოვრობ უკვე 50 წელია. როგორ დავტოვო ჩემი საკუთრება, როგორ უნდა დავტოვო? დიდი ამაგები გვაქვს ერთმანეთს შვილო. აბა რა, ჩვენ როგორც ერთი სავართ. ოჯახი შვილო. ოჯახი. კალაზე მოგითხრა 26 წელი რო შემოვიდა, ძველ თბილისის ეზოებს ყურადღებას მივაქცევდო. ეს ყურადღება არის კი მოგვაქციეს, მაგრამ ერთკვირაში ესვები მოვიდნენ შვილებს დატოვეთ ეზოდა. ბრძანებ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და შპს აქტივების მართვის და განვითარების კომპანიას მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის ზემოქმედების ფარგლებში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებაზე. დარიელ გუსეინოვის, გოჰარ გასპარიანის, მედიკო პაპიაშვილის, მარინე კობიაშვილის, დარიკო პაპიაშვილის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე რა მოკლედ. ანუ რა საპირებენ? ექსპროპრიაციას. განგრევას? ანუ ჯერ ეგეთი განგრევაზე არ არის ჯერ ლაპარაკი. ჩვენ პრინციპულად უარი ვთქვით კომუნიკაციაზე იმ თვალსაზრისით, ჩვენ შევიტყვეთ, რომ აქ უნდა გაშენებულიყო და უნდა დანგრეულიყო ყველაფერი აბსოლუტურად. ალიევის კულტურის ცენტრი უნდა გაშენებულიყო და ჩვენ აქედან უნდა წავსულიყავით. საბოლოოდ დღეს უკვე 10 ვართ. ზუსტად აი ამ პოზიციაზე, რასაც მე ეხა მოგახსენებთ, ხო? იმიტომ რომ იმ შვიდს უნდა რაღაც კომპენსაცია და ვერ შეთანხმდნენ. ეს ექსპროპრიაციის კანონი ემსახურება უფრო მეტად აზერბაიჯანის სახელმწიფოს ინტერესებს, ვიდრე საქართველოს კანონის ინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებს. თან ამავე დროს აბსოლუტურად არ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებს. აი ეს არის სამხარაულის დასკვნა და მაგათი წერილი. ზემო აღნიშნული საკითხების უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი ნაგებობების მშენებლობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებელი რატო? ჩამაწერინეს განცხადება და ჩამაწერინეს განცხადებაში ის თანხა, რასაც მე ვითხოვდი. მე кайხანი რო გავიდა, მე მივედი მაგათთან ოფისში. კითხე რა ხდება თქო პასუხი რატო არ მომდის ან კი ან არა. სავარაუდოდ უარი იქნებაო და ჯობია გახვიდეთო, თორე ექსპროპრიაციის გზით გაგიყვანთ მაინც. ახლა იმას ვფიქრობ, რომ ეგენი გადამხდელები არ არიან და ალბათ დავრჩები მეც. და აი რეკლამის შემდეგ ჩვენ კლავ ეთერში ვართ. მე როგორც გითხარი, ჩვენი მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ ქალბატონი მაია იზორია. მოგესალმებით ქალბატონო მაია და გაძლებას, გამძლეობას და უფლისწყალობას გისურვებთ. გამძლეობას და გაძლებას იმ ბრძოლაში, რომელ ბრძოლაშიაც აი ახლა თქვენ ხართ იძულებით ბრძოლაში. ანუ თავდამსხმელებთან დაპირისპირებული მხარე. საერთოდ ესე ამბობენ, რომ ეს პატარა თბილისური ეზო, რომლის წარმომადგენელი ჩვენა ვარ და ფაქტობრივად პირველი შტურმი სწორედ ჩვენზე წამოვიდა, ეს პატარა თბილისური ეზო არის წინა ხაზზე, ცეცხლის წინა ხაზზე. და ესე გვეუბნებიან სხვათა შორის აი სულხან-საბაზე და იქ რომ მიადგნენ სახლებს და რომ ანგრევენ, ხო, ისინი გვეუბნებიან არ დაეცეთ მანდ, თორე ჩვენც დავეცეთ, იმიტომ ანუ პრეცედენტი არ დაუშვეთო. ნუ ასე მითვლიან, გვირეკავენ, გვიწერენ, ნუ რა ვიცი, ისეთი კონტაქტი გვაქვს ძალიან აქტიური და ძალიან ცდილობენ რომ ხარი დაგვიჭირო და ძალიან გთხოვენ რომ არ დავიხიოთ უკან. აი ეს არის ქალბატონო მაია, როგორც გითხარით, მე მინდა რომ ბრძოლაში შემოგეხიდოთ ჩვენი ტელევიზიით და იმიტომ რომ ეს არ არის მარტო თქვენი პრობლემა. ახლა კონკრეტულ მისამართია საუბარი,
მაგრამ აი როგორც გითხრეს, თქვენ თუ ჯვარი გწერიათ და დაეცით, ანალოგიური გვემუქრება ჩვენ ყველა ჩვენ აი ამ თბილისის მაცხოვრებელს და არა მარტო თბილისის მაცხოვრებელს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ფრონტის წინა ხაზზე ძველი თბილისის მოსახლეობა დგას, კი ბატონო, და მერე უკვე აი ამ აჩონჩხლილი ეგრეთ წოდებული ახალი თბილისის მოსახლეობაც. თუმცა პრინციპში ეს აჩონჩხლილი თბილისიც აღარ არის მე მგონი ქართველების, იმიტომ რომ რასაც აშენებენ ამ კორპუსებს ქალაქელები, უпростоრეთ ქართველები ისევ გარეთ რჩებიან და თბილისის მოსახლეობა ხო და სიძვიეს ცხოვრობენ ვინ რა ვიცი მე არაბები, ინდოელები ისინი ბატონო ეგრე ფაქტია. მოდით მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენოთ რაზე გვექნება საუბარი პირველ ბლოკში ვინც ვერ უყურა პირველ ბლოკს სანამ გადაახვევთ მეორე ბლოკში გაგაცნობთ იმას რომ აქ საუბარი არის თბილისში აბანოთუბნის ტერიტორიაზე ჩვენ ყველას კარგად მოგვეცენება რომ განსაკუთრებით ახლა დადგა დღის წესრიგში ეს პრობლემა, როდესაც უკვე აშკარად დაიწყეს მოსახლეობის დევნა ჩვენ ყავს იძულებით დევნილები აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, დანჯენ ტერიტორია გაჩუქებული მიყიდული გვაქვს აზერბაიჯანზე თუ რა ვიცი მე ვისი აღარ, ნახევარი თურქეთი თბილისში ცხოვრობს და არა უბრალოდ ცხოვრობს, მის საკუთრებას წარმოადგენს თბილისის გარკვეული ტერიტორიები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ სად ვართ, მე არ ვიცი. მაგრამ ახლა საუბარი არის გორგასლის, ანუ ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე, 4 ნომერზე კონკრეტულ მისამართს ვამბობ, რომელსაც დაარქვეს აზერბაიჯანული სახელი, მე ამ აზერბაიჯანულ სახელსა და გვარს არ ვიმეორებ, იმიტომ რომ ჩემთვის ის გორგასლის ქუჩა არის და საკმაოდ მიღებულია ჩემთვის რომ იყოს გორგასლის ქუჩა. შევხვდით ადამიანებს, ახლა ამონ არის წაგიკითხავთ, რომელი ისიც ჩამიგდეს მე Facebook-ში და ამონ არის წაგიკითხავთ ერთ ეპიზოდს. შევხვდით ადამიანებს, რომლებსაც ქონება იძულებით ჩამოართვეს და 200 წლიანი თბილისური ეზოდან გამოსახლებას უპირებენ, როგორც გითხარით, აქ საუბარია გორგასლის 4 ნომერზე, იმიტომ რომ ოცნებამ და კალაძის მერიამ გადაწყვიტეს აზერბაიჯანს აუშენონ ალიევის ცენტრი ბიუჯეტის 11 მილიონ ლარად. ამ ხალხს სართული ბოლომდე ვედგებით გვერდში, არ ვიცი ეს სართული რა არის, ვედგებით გვერდში და არ დავაჩაგრინებთ მათ. კულტურული მემკვიდრეობის ზონაში ჯერ მაკლერებს უწყობს ხელს მერია არქიტექტურული პროექტების გარეშე უნებართოდ მზით კედლებს შლიან ზედამხედველობის ხელშეწყობით, საცხოვრებელ სახლში აწყობენ სასტუმროს, საცხოვრებელ პირობებს ჯარიმას თავად ითვისებს, ზედამხედველობის სამსახური 3 წელია სამართალს ვერ ვეღირსე, ყველაფერი გაუправა ვიცე-მერმა, ეგ თურმე კარგი დრო იყო, ახლა ყველაზე ისტორიულ ადგილას უბანის საბავშვო 300 არაგველების ტერიტორიაზეა, სადაც საბავშვო ბაღის გარეშე, ალბათ აქ როგორც წერია ისევ კითხულობ და ბოდიშ ვეტი, სადაც პატარა მიწის ამოთხრისთანავე წმინდანების ძვლები დღემდე შემორჩენილია რეალურად ამ ისტორიულ ნაწილში, განჯის კართან იწყებოდა თბილისის პირველი ქუჩა, სადაც აბრეშუმის გზა გადიოდა და ერეკლე მეორის დროს სახელოსნოები იყო, სადაც მზადდებოდა კერამიკა, ჭედურობა, ხმლები და ყველაფერი, ანუ ქალაქში ჩქეფდა სიცოცხლე. ასე გაჩნდნენ ამ უბანში მხატვრები, ფაქტია რომ შევარდნაძეც კი ცდილობდა ამ უბნის ხელოვნების უბნად ქცევას, რადგან ისტორიულად ცოცხალ უბნად იყო ცნობილი, უნდა ქცეულიყო და გაგრძელებულიყო ხელოვანების შესახლება, მაგრამ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ შემორჩენილი ხელოვანები ვამაგრებდით საცხოვრებელ თბილისურ ეზოებს, ქალაქს ვუნარჩუნებთ კოლორიტს, რაზედაც დიდი თანხები იხარჯება. მოკლედ მე აღარ მინდა ბოლომდე ჩავყვე, ეს საკმაოდ გრძელია, ეს ამაზე ვრცლად ისაუბრა პირველ ბლოკში ქალბატონმა მარიკა იზორიამ და აი ახლა ქალბატონ მაიას მოდით მივცეთ საშუალება რომ ისაუბროს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებსაც აწყდება იუსტიციის სახლში და ელემენტარულად ამონაწერი უნდათ და ამონაწერს ვერ იღებენ.
დანარჩენს ქალბატონი მაია მოგიყვებათ, თუმცა ერთს ვიტყვი, რომ ბატონი კახა კუკავა არის მათი უფლებადამცველი ადვოკატი. თქვენ უკვე წაიკითხეთ ეს ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული დოკუმენტი, რომელსაც ეკონომიკის მინისტრია წერდა ხელს მარიამ ქვრივიშვილი და იქ იყო პირდაპირ შავი თეთრზე წერა, რომ აქ საქმე ჰქონდა ქონების იძულებით ჩამორთმევასთან და ჩვენ გვაძლევდნენ ერთ თვიან ვადეს, ზუსტად ერთ თვიან ვადეს და გვეუბნებოდნენ გაასაჩივრეთ, იმიტომ რომ ჩვენ როგორც მაინც საერო სტრუქტურას არ აქვს უფლება არასამართლებრივს, არ აქვს ესეთი უფლება, რომ აი ესე ჩამოგართვათ ქონება, ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილებით და მიმართეთ სასამართლოს. ოღონდ 30 დღიან ვადაში იყო დაახლოებით აი ესე მთავრდება ეს დოკუმენტი, რომელსაც მარიამ ქვრივიშვილი აწერს ხელს. და კიდევ ერთი რამ სიურპრიზი მოგვიმზადა ეკონომიკის მდგრადი ეკონომიკის სამინისტრომ, რატო არის მდგრადი ეს ძალიან გაუგებარია, იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკა მდგრადი ნამდვილად არ არის, მაგრამ მდგრადი ვართ თურმე. მოგვიმზადა კიდევ ერთი სიურპრიზი, რომ ექსპროპრიაციაში იმ 10 მაცხოვრებლიდან, რომლებიც ვიკავებთ ხო იმ ძირითად ფართს აი ამ სახლისას, იმიტომ რომ მარიკამ მოგახსენათ, რომ რაღაცა პატარა თითო ოთახი 90 სახსენებელ 90-იან წლებში შეიძინეს ძირითად პროვინციიდან ჩამოსულმა, იმიტომ რომ მოგახსენებათ საყოველთაო შიმშილი იყო და შეიძინეს იმ იმედით, იმიტომ რომ ხაი მათთვის ეს თბილისი არის ცოტა ისეთი უცხო იქ ორსართულიანი სახლები და მოგეხსენებათ ხა ეს კოლხური ოდები ბევრად ძვირფასია და ამიტომ ისინი ფიქრობდნენ რომ აი ეს სიძველეთ მოეჩვენათ, დასანგრევად მოეჩვენათ და მე აი კორპუსებში შევიდოდნენ, აი ესეთი კატეგორია იყო იქ იმ 13 ოჯახიდან ეს დანაწილებული და დავრჩეთ ის ძვირძველი თბილისელი მაცხოვრებლები, რომელსაც რასაკვირველია ესეთი მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეთ და აი რა გააკეთა ეკონომიკის მდგრადმა სამინისტრომ. გააკეთა ის, რომ შუაზე გადაწყვიტა, რომ რაღაცნაირად აი გათიშედაიბატონოს რაღაც პოზიციით გაეხლიჩა ეს მოსახლეობა შუაში. ამიტომ აი იმ საბუთში თქვენ თუ არ აქცევთ სხვათა შორის ყურადღებას, აი მიაქციეთ ყურადღება, რომ 5 ოჯახია ჩაწერილი მხოლოდ. დანარჩენი 5 ესე იგი დაგტოვეს უსამართლოდ და ამით შეეცადნენ, რომ რაღაცნაირად ერთმანეთში ქონოდა წინააღმდეგობა მოსახლეობას, იმიტომ რომ ისინი მოგთხოვდნენ ჩვენ პასუხს, რომ ჩვენ ვართ ამ იმაში დოკუმენტში და აი თქვენ რატო არ ახართ? მათ ეკნებოდათ ესეთი ფარული ეჭვი, რომ ხო არ დავიწყეთ ჩვენ მოლაპარაკება, ხო? რაღაცა შეღავათებს ხო არ გვაძლევენ მათგან ფარულად, იმიტომ რომ მათ თუ იძულებით ართმევენ ქონებას, მაშინ ჩვენც უნდა ჩამოგვართვან, ანუ მთელ სახლს, ხო, გამოვანთა. აი ესეთი ის ინტრიგა მოაწყო, მაგრამ გვინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ისე მშვიდად ჩაიარა ამ ყველაფერმა, იმიტომ რომ ის 5 მოსახლე შეხვდა ამას გაგები და მიხვდა გამოიბრძმედა უკვე ამ ბრძოლაში. რასთან ჰქონდა საქმე, ამიტომ აი 10-ვე დავდექით ერთად და აი სასამართლოს აი სარჩელის შეტანა გადავწყვიტეთ 10-ვე. ერთად და აქ არანაირად არ გაუწიეთ ანგარიში იმას, რომ 5 იყო ჩაწერილი და შემდეგ 5 კიდე რა გველოდა. ან შეიძლება სურდა, რომ ეს სასამართლოში შეტანა ყოფილიყო გახლეჩილად, ხო? ნუ არ ვიცი, რაღაცა ესეთი შეიტანეთ სასამართლოში თუ ჯერ არა. დიახ, უკვე შევიტანეთ, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სახლმა არ მოგცა ეზო საერთო ამონაწილე ფართის რას გეუბნებათ, რატომ არ მოგცათ? მოდით აი ამაზე გავამახვილოთ ყურადღება, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ეს იყო დაჩქარებული წესით, გადახდილი იყო თანხა, ეს საერთო ფართის ის იყო, ნუ აი ამაში მე ვერ ხე, ეს არ იყო თითოეული ინდივიდუალური მოსახლე, ვის რა დააკლეს, ვის რა მოუმატეს, ვის რა შეარჩინეს. ანუ ეზო ამაზე არ იყო, ეს ფართი, საერთო ფართი იყო, რომელიც წინააღმდეგობრივი თავისთავად არ არის, არც შინაარსობრივად და არც საერთოდ პრაქტიკულადაც არ არის, ხო?
მოხდა ის რომ ჩვენ ველოდებოდით რომ ეს მეორე დღეს თუ არა მესამე დღეს ან მეოთხე დღეს მეხუთე დღეს რამდენი გადაიხადეთ ბოდიშტი 20 ლარი ეს მეორე დღეს უნდა ყოფილიყო მეორე დღეს რო ყოფილიყო იმიტომ რომ ჩვენ დაუკავშირდით ადვოკატს და მან გითხრა რომ არ არის საჭირო 75 ლარის გადახდა იმიტომ რომ ესეც სისწრაფით არ მჭირდება და 2 დღე არაფერი არ არის ხო მაგრამ ეს 2 დღიანი ლოდინი გამოვიდა მე მგონი 20 დღიანი ლოდინი იმიტომ რომ ამის უკვე მეორე კვირა და უფრო მეტიც სრულდება მთელი ამ ხნის მანძილზე რასაკვირველია ჩვენ არ ვიყავით გუხელ დაკრეფილები იმიტომ რომ როდესაც უკვე მე-5 დღე და მე-6 და მე-7 დღე გავიდა ჩვენ რასაკვირველია დავეკითხეთ ამ იუსტიციის სახლს და სპეციალურად განყოფილება მათ ამ კონტროლის განყოფილება ამ კონტროლის განყოფილებასთან შევედით აი ამ მოთხოვნით არა აი მოთხოვნით ვიღებე და ისინი გვეუბნებოდნენ რომ ჩვენი დოკუმენტი არის მზად გალურჯებულია ასე გვეუბნებოდნენ და რომ ვეუბნებოდით სად არის ეს დოკუმენტი აი უკვე გამზადებულია და ხვალზე გექნება იმ ხვალზე სახილში ჩვენ კიდევ ერთი ორჯერ შევიტანეთ ამ კონტროლის განყოფილებაში მაგრამ დოკუმენტი დღესაც არ აქვს მოკლედ გალურჯებული იმდენად გალურჯდა რომ ჩამოგვწვას და იმ წყალსა თუ რა შეესაქმე იცით რა შეესაქმე რომ თვითონ ეს ოპერატორები რომელსაც ევალებათ რომ ჩვენ მივიღონ და პასუხი გავცეთ ისინი ხრებს იჩეჩავდნენ და გვეუბნებოდნენ რომ ბოლოს პანიკაში იყვნენ იცით აი სულ ბოლოს იყვნენ აი მართლა პანიკაში იყვნენ ხედავდით ცივი უფლი როგორ ასხავდათ იმიტომ რომ არ იცოდნენ რა ეპასუხათ ამასთან დაკავშირებით გამზადებულია, მაგრამ არ არის გადმოცემული ეს ოპერატორი გვეუბნებოდა. გამზადებული არის ყველა, ესე იგი ეს ოპერატორი ხალხს ერთხელ ვიფიქრეთ, რომ სივრცეს გამოვიცვლიდით და სივრცეც კი გამოვიცვალეთ, მაგრამ პასუხი იგივე მივიღეთ. ანუ დღემდე ჩვენ ანუ პასუხი მიიღეთ ის პასუხი, რომელი პასუხიც ვერ მიიღეთ. დიახ, ის ზღაპარში არის მე მგონი, ხო? რაღაცა ესეთი უჩინ-მაჩინი, ხო? და ესე იგი ჩვენ როცა ჩვენს ადვოკატს უთხარით, ეს არაუშავს თქვა მე მაგის გარეშე შევიტანო. და მე სასამართლოს ძალითო, ვთქვათ, საკადასტროც არ მოგცეს? არაფერი აქვს. არაფერი. არც ამონაწერი, არც საკადასტრო. რა მაინტერესებს იცით? აი პირდაპირ ინტერნეტის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ რომ აი შეხვიდეთ მაგად გვერდზე, იმიტომ რომ ინფორმაცია არის საჯარო. და ეს ინფორმაცია არ არის დახურული, იმიტომ რომ არ ექვემდებარება გასაიდუმლოებას. თუ უკვე გაყიდული აქვთ ეს მიწა და აღარ იციან რა ქნან, ამ შემთხვევაში უკვე სასამართლომ უნდა აგიხსნათ რა ხდება თუ არა და შეხვალთ საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ჩვეულებრივად იქ ამონაწერი რომ აიღოთ და ის უკვე მოგცემთ ამონაწერს ამოაპრინტერებთ და გექნებათ ხელზე. იმიტომ რომ ეს ინფორმაცია არის საჯარო. ჩვეულებრივად თქვენ მოსახლეობა ხართ, კი ბატონო და რადგან იმათ აღარ იციან რა უნდა გიპასუხოთ, არ იციან. ხო, თქვენ ხელზე გექნება თუ ვთქვათ თანხას ჩამოგაჭრით, მაგრამ ინფორმაციას არ მოგცემთ, ესეც შეგიძლიათ სასამართლო დავის საგნად გახადოთ. არა ის 20 ლარი, არამედ ის ჩამოჭრილი თანხა, რომელიც ჩამოგაჭრეს, მაგრამ აღარ არ მოგცეს ის საბუთი, რომელსაც ელოდებათ. არ გვაძლევთ. ანუ პასუხი უნდა მიიღოთ თქვენ ყველა ვარიანტში. გავაკეთებთ. დიდი მადლობა შევისწავლეთ. ეხლა საქმე იცით რა შეიძლება ჩვენ მაგის ვიეჭვეთ, რომ წინასწარ ხომ არ არის ეს გასხვისებული და ის საერთოდ არ არის. აი ბუნებაში არ არსებობს. ჩვენი საბუთი. აი ჩვენი საბუთი ეს ამონაწერის საბუთი. ამონაწერს სულ გახსნილი გქონდა ეს. მეორე მომენტი. თქვენ სადაც ცხოვრობთ, კონკრეტულად რომელი ფართიც თქვენ გეკუთვნით? ამის საჯარო რეესტრი ხომ გაქვთ ამის ამონაწერი? როგორ არა გვაქვს? აღაშენა ღმერთმა. აი აქ თქვენ გიდევთ ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი. აი ეს არის ძალიან საინტერესო. არა, უბრალოდ მაგ წერია ჩვენი ეს. მოდით წავიკითხოთ. აი მაგ წერია მე მგონი ეს ყველაფერი. კი ბატონო, მოდით წავიკითხოთ საქართველოს მთავრობის განკარგულება ნომერი 417 2025 წლის 4 მარტი, ქალაქი თბილისი. შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის მიერ
განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ. პირველი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ, საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის ქვეპუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით მოქმედმა შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიამ, საიდენტიფიკაციო კოდსაც წავიკითხავ 450007200 უზრუნველყოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების თანასაკუთრებაში არსებული ქალაქ თბილისში ოფიციალურად ასეა იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა, ანუ გორგასლის მეოთხე ჯიხი და ეხლა ეს არის ნომერი 3, მდებარე 999 კვადრატული მეტრი არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ნომერ 1 შენობა ნაგებობების მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდი ესა და ეს გამოსყიდვა აუდიტორის ექსპერტის დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის მიხედვით. მეორე, შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია საიდენტიფიკაციო ნომრით უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად გამოსყიდული ამავე პუნქტში მითითებული უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ხელს აწერს საქართველოს ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მოდით აქ შეიძლება ჩვეულებრივმა მოქალაქე ნახევარზე მეტი ვერ გაიგოს რა უნდათ აქ რა წერია და მოდით ჩვენ მარტივ ენაზე გადმოვმართოთ რა უნდათ ამას. ეს არის კონტრიბუცია ფაქტობრივად, ანუ ეს ამბობს, რომ ანუ სახელმწიფო გამოისყიდის და თავისი წილით შევა აი ამ ჩამოყალიბებაში ამ ალევის სახელობის კულტურის ცენტრის. იმდენად უღირს სახელმწიფოს რიგით მე-6. ეს არის რიგით მე-6, მე დავითვალე ეს კულტურის ცენტრი. რამდენია საქართველოში? ეს არის მე-6. ალევის სახელობის კულტურის აზერბაიჯანის კულტურის ცენტრი, რომელიც შენდება აი ამ ტერიტორიაზე და წილობრივად სახელმწიფო ცდილობს, რომ რაღაცნაირად რაღაც ერთობლივად გაართვან თავი ამ სამუშაოებს და ჩვენს ქონებას და არასაკუთარს ჩვენს ქონებას დებს კონტრიბუციად. იმიტომ რომ აი თქვენ მაგალითად მარიკას დაუსვეთ ესეთი კითხვა, იმიტომ რომ ჩვენთან არ ქონია ეს არაფერზე არ ქონია საუბარი, არანაირი შეთანხმება არ ყოფილა, მაგრამ იქ ერთ-ერთთან იყო შეთანხმება, რომელიც უკვე ჩვენს შემოგვიერთდა და ესე ძალიან მტკიცე უარს ამბობს. სწორედ მას რაღაც ისეთი პრობლემა ოჯახში, რომ მან მოითხოვა, რომ იგივე კვადრატულობითო სადმე ახლოსო მომიძებნეთო მეო ფართიო და გადამიზიდეთო ეს რა არის, დანარჩენი ჩემ თავს მივხედაო. და იცით სად მოუძებნეს? მე მგონი თბილისის ზღვაზე თუ თემქაზე სადღაც დაახლოებით აი ესეთ ტერიტორიაზე, სადღაც აი ესეთ ადგილას რა, მივარდნილ ადგილას. Direct ცენტროლში არ მეუჩინეს ადგილი მაგათ რასთან აქვს საქმე, ანუ ეს არის სუფთა კონტრიბუცია და ნუ ეს ჩვენი ქონებების ჩადება ხდება აი ამ ალეების რატომ უღირს სახელმწიფოს საკუთარი თანამოქალაქეების და მოქალაქეების ეს აი ესეთი დაწიოყება და გამოძევება ხო საკუთარი სახლებიდან ეს რაღაცა ძალიან ბევრ კითხვას ბადებს მართალი რომ გითხრათ, მაგრამ ამას ეს სხვა თემაა და სხვა ჟურნალისტური გამოძიება. ეხლა პირველი ალბათ რაც მე როგორც ხელოვნებაცოდნე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის უკვე 90-იანი წლებიდან, მას შემდეგ რაც ჩვენ მგონი SNG-დან გამოვედით შუახანებში 90-იანი წლების შუახანებში, აი მაშინ მექანიკურად შემოვიდა, ვინაიდან ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა არის უძველესი და ეს კულტურული მემკვიდრეობა არაჩვეულებრივად იყო ცნობილი ევროპისთვის, იმიტომ რომ ჩვენთან ტარდებოდა კონფერენციები 60-იან წლებიდან მოყოლებული, 70-იან წლებში, 80-იან წლებში, სადაც ჩამოდიოდნენ ეს უცხოელები და ისინი ეცნობოდნენ ჩვენს აი ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ამიტომ UNESCO შემოვიდა აი ძალიან დიდი სისწრაფით. საიდან ვიცი, იმიტომ რომ ხომ თავადაც ხელოვნებაცოდნე ვარ, მე კი არ ყოფილვარ ამ კომისიაში, მაგრამ კომისია შეიქმნა, რომელიც იჯდა სოლოვაკში. აი სპეციალურად ესეთი კომისია შეიქმნა, რომელიც ძველ თბილისს იცავდა. აი ესეთი დამცავი
კომისია შემოვიდა და რასაკვირველია ეს რაღაც ეს სეგმენტებად იყო დაყოფილი და რასაკვირველია სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც იცავდა. მას შემდეგ მოხდა თითქმის აი ხელშეუხებელი იყო თბილისი 2010 წლამდე. და 2010 წელს იმ რეჟიმმა, წინა ხელისუფლების რეჟიმმა, აი ამ ექსპროპრიაციის სხვა შორის კანონით მირზა შაფზე მოახდინა მოსახლეობის დაწიოკება და სამხედროები შეიყვანა და სამხედრო ძალით გამოაძევა ისინი იქიდან და ზუსტად იგივე მოხდა ეს კულტურული მემკვიდრეობის ზონა არ იყო თაბუკაშვილზე, სადაც ეს მრავალსართულიანი სახლები მოგეხსენებათ, ხო? ექსპროპრიაცია სხვაგვარად არ ხსენებულა, იმიტომ რომ ეს არის 30-იანი წლების კანონი. ეს არის ბოლშევიკური კანონი და ეს არის ლავრენტი ბერიას კანონი, რომლითაც ის ხელმძღვანელობდა 30-იან წლებში. არავის არ გახსენებია, არც 50-იანში, არც 60-იანში, ნუ აი მთელი აი საბჭოთა რეჟიმის დროს ნამდვილად არავის არ გახსენებია, ხა მარიკამ ისე ილაპარაკა, რომ თუ ადამიანს უნდა იქ რიგში იყო, ხო, რომ ახალი ბინა მიიღო, მას ეხვაწებოდნენ და პირიქით იქით თხოვდა, ხო, სახელმწიფოს და ისინი გამოდიოდნენ ამ ბინებიდან და ნუ გადადიოდნენ რაღაც ახალმშენებარე რაიონებში და ეს ხდებოდა მისი სურვილით, არანაირად არ ხდებოდა ზეწოლით და იძულებით. აი 90-იან წლებში 1-2 მე შევისწავლე იცით ეს ექსპროპრიაციის კანონი და 90-იან წლებში აი ეს ბაქო ჯეიხანის მილსადენი რო გადიოდა, აი მაშინ რეანიმაცია გაუკეთა ედუარდ შევარდნაძის მთავრობამ, იმიტომ რომ მათ ეს დასჭირდათ, იმიტომ რომ ესენი გადიოდნენ ესეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და იქ არქეოლოგიური ექსპედიცია ტარდებოდა და სხვა შორის ეს მილსადენი აფინანსებდა იმას. ეს უკვე მომგებიანი იყო ჩვენთვის. ახლა მოსახლეობას არ შეხებიან არანაირად. აი ეს ექსპროპრიაცია იყო სწორედ აი ამასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ბევრ მოსახლეს შეეხნენ. სხვათა კი ბატონო, კი, როდესაც ეს მილსადენიც გაყავდათ და როდესაც ნავთობის ხაზი გაყავდათ. აი ზუსტად აი ეს მახსოვს, რაღაც 1-2 წელი იყო და მის შემდეგ მინავალდა, ხო, დაივიწყეს ისე და დაივიწყეს 2010 წლამდე. 2010 წელს მაშინ ხელისუფლებას ხალხი კი ბატონო. წინა ხელისუფლებას დასჭირდა და ესე იგი იმის შემდეგ 2026 წელია ხო ჩვენ, ხო, აი რამდენი წელი გავიდა? 16 წელი გავიდა იმის შემდეგ. და აი 16 წლის შემდეგ ამ მთავრობასაც დასჭირდა ეს მოსახლეობის გამოძევება თავისი ტერიტორიებიდან. აი ხა იცით რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, იმ ინგილოს რო დროშას პარავდნენ, იცით რა მოტივაციით პარავდნენ? ეუბნებოდა რომ ესო აზერბაიჯანის მიწა არისო, ეს თქვენი მიწა არისო, არ არისო და რატო ფრიალებსო ქართული დროშაო? აი ეს აი ამ მოტივით მოპარა სხვათა შორის, მაგრამ ისე ხა ისეთ მტრულ გარემოცვაში არის გაზრდილი და ისეთ დაჩაგრულად არის გაზრდილი და ძლივს გამოაღწია იქიდან, რომ აი ეს დროშის აღმართვა სწორედ მის შინაგან მდგომარეობიდან გამომდინარე იყო, რომ რატომღაც სულ ფიქრობდა, რომ აი ახაც რაღაცნაირად მის წინააღმდეგ რაღაცა ეთნიკურად მოიმოქმედებდნენ. არ ვიცი, ეს ეთყობა გამოყოლილი იყო და ამიტომ ჩვენს ეზოში დროშა ფრიალებს. აი ესეთ რომ მოგძანდებით, აი ნახავთ თავად. ეხლა აქ კიდე რა არის საინტერესო, იმიტომ რომ საინტერესო არის ის, რომ აი იმ განჯის კარიდან, რომელიც დღეს შემონახული არის, ბოლომდე ეს გახდა სახელმწიფო დაცვის კულტურული მემკვიდრეობის ზონა და ჩვენ მოვყავით ამ ზონაში. ეხლა ვერანაირად ვერ იქნება ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ხო? ეს ხო შერჩევით არის. თავის დროზე იყო კატეგორიები, პირველი, მეორე, მესამე კატეგორია. შემდეგ სახელმწიფო ვერ აუვიდა ამ ძეგლების მოვლა პატრონობას და გააძეგლა მხოლოდ პირველი კატეგორიის ძეგლები, ხოლო დანარჩენები გადაუშვა ფონურ ნაგებობებად. აი ჩვენ ავართ ერთ-ერთი ფონური ნაგებობა, აი ზუსტად თავის დროზე რო ძეგლი იყო მეორე და მესამე კატეგორია, აი სავართ უკვე ფონური ნაგებობა და დარჩა ის პირველი კატეგორია რომელი იყო იცი? როსტომის აბანო. რომელიც დღეს აი ესეთ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენს უკან არის 7 ნომერი არაჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი, უნიკალური საცხოვრებელი სახლი. ისიც ძეგლია. ნუ რამოდენიმე ძეგლია იქ მესამე ნომერი არის ჩიხში, მეორე ჩიხში 10 ნომერი არის ზემოთ, ხოლო ქვემოთ ტრასის მიმდებარედ აი ჩამორიგებულები არიან 19, 21, 23, 25 ნაწილობრივ. ანუ ეხლა მეორდები მე, იმიტომ რომ აი სულ მეკითხები ან მეუბნები, რომ აი ეს ადგილი არის ნაკრძალი.
ეს არის სეიდაბადის ყველაზე კარგად შემორჩენილი ავთენტურა მონაწილეობა მივიღე მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ მიწისა და უძრავი ქონების კვლევით კონფერენციაში, სადაც წარუადგინე კვლევის შედეგები საქართველოში უძრავი ქონების ტოკენიზაციის შესახებ. ტოკენიზაცია მიზნად ისახავს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისებას და ინოვაციური პროცესების დანერგვას. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია კვლევის დოკუმენტმა, ბევრი კითხვა დაისვა, სამოვალოდ იგეგმება დისკუსიების გაგრძელება იმისათვის, რომ ქმედითად განხორციელდეს და დაინერგოს ტოკენიზაცია საქართველოში. It was very interesting to see the work on the tokenization in Georgia. As a professor in land administration, I was very impressed with the possibilities this will bring for the financial sector. And I wish the team a lot of success in furthering this very transformative project. It was an honor to have witnessing the presentation done by the Georgia government. Like on the blockchain involvement in the land administration, it is a very innovative system. We always strongly believe that any kind of new initiatives from the government has to be digitalized, and going to blockchain is really great because it gives a lot of clarity, decentralization, and it gives an empowerment to the entire stakeholders. In this perspective, it's a really great initiative, and we wish all the best, and we try to see a lot of benefits and then how the other governments can also achieve this and then try to learn from it. დიახ, სეიდებადის ავთენტურად შემორჩენილი ნაწილი, რომელიც ხელშეუხებელი იყო აი აქამდე. და სწორედ ამ ნაწილსაც მოადგნენ, იმიტომ რომ აბანათუბანში რა ხდება, თავადაც მოგეხსენებათ, როგორი ვიზუალური მდგომარეობა გვაქვს, ხო, იქ აი იმის შემდეგ. იცით რა ხდება, ეს ქალაქი არ არის მხოლოდ ნაგებობა, სახურავი და კედელი. ეს ქალაქი არის ამავდროულად სოციალური ისტორია, სადაც ხალხი ცხოვრობს, ხო, შიგნით. როგორც კი ეს ხალხი გამოდის ის ადგილი კვდება, იცით, რაღაცა ისეთი მკვდარი ქალაქია, არაცოცხალი ქალაქია. და აი ჩემი კოლეგები მომიყვნენ კიდევაც, ალექსანდრიაში ვიყავითო, ეს ერთ წუთიანი მას წაგართმო. და ალექსანდრიაში ვიყავითო და დავდიოდითო აი ამ უბნებშიო და იქ სარეცხი იყო გაფენილი ბავშვები ჟვიამულობდნენ, ისეთი ცოცხალი ძველი უბნები იყო და ჩვენ სულ ვცდილობდაო ეს დიდი რომ წავიყვანეთო უფრო აი სამუზეუმო უბნებისაკენო. რომელიც მხოლოდ ბიზნეს ცენტრები და სასტუმროები იყო და არ გვაინტერესებდაო. რაღაც მკვდარი ქალაქი იყო, იცი? თვითონ, ეხლა აქაც იგივე ხდება, ხო? თუ იმ მონაკვეთში, იმ სეგმენტში მოსახლეობა არ ცხოვრობს, ის მონაკვეთი კვდება. ის იმიტომ რომ ძველი თბილისი სამუზეუმოა, მაგრამ ხალხთან ერთად, ხო? ამ კოლორის ხალხი ქმნის. აი სარეცხი ქმნის, ის ბავშვები ქმნიან, ის ჟიამული ქმნის, ის ადამიანები ქმნიან, ხო? რომლებიც თავს თბილისელად მიიჩნევენ. მოკლედ, აი ეს ავთენტურად იყო შემონახული სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე ძალიან მიუხედავად იმისა, რომ 2007 წელს გადაღმა, რომელიც საზოგადოებრივი საქმიანობის ზონად ითვლებოდა, არაჩვეულებრივი 60-იანი წლების ტერასულად განაშენიანებული, ასეთი ფუნქციონალისტური ტერასებად გაშლილი საბავშვო ბაღი დაანგრიეს და კიდე კლასიცისტური შენობების დაანგრიეს იქ არაჩვეულებრივი შენობები სხვათა შორის. იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ აი მთლიანად რომ გაუყვებოდი, ეხლა ძალიან ისეთი შემაშფოთებელი შთაბეჭდილება არის, იმიტომ რომ ეს უზარმაზარი გალავანი გაზდევს, ზემოდან არის მავთულ ხვართები, იქიდან ამოწყვერილი არის რაღაც აღმოსავლური ტიპის ეკლექტური, გაბარიტული ნაგებობის ზედა ნაწილი და რაღაც ციხეს გავს. სრულად სიტყვის მნიშვნელობით და თან ბრონირებული შესასვლელი აქვს, ეს შესასვლელი რაღაცნაირი შიშის მომგვრელია და აი სილაღე, ის სიხალასე, რომელიც გააჩნდა თავისუფლება ამ უბანს, აი აქეთ მხარე უკვე დაკარგა და ჩვენს მხარეს აქვს შენარჩუნებული და აი ამის დანგრევასაც აპირებენ. და აი ამის მე ვნახე პირადად პროექტი, სადაც უკვე მიწასთან იყო გასწორებული ყველაფერი აბსოლუტურად. ეს იყო აზერბაიჯანელების მიერ გაკეთებული პროექტი, სადაც მიწასთან იყო გასწორებული. მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ეს პროექტი და შემიძლია გამოგიგზავნოთ რა შენობის აშენებას ფიქრობენ ისინი. იმიტომ რომ
ეს იცით როგორი შენობა არის, ეს საერთოდ არ არის დამახასიათებელი საქართველოსთვის, ეს რაღაცა გაბარიტული, შემინული, ალბათ უფრო ბაქოს ცენტრისთვის დამახასიათებელი შენობა, რომლის დადგმასაც ისინი აქ გეგმავენ. და თან დაახლოებით ისეთი, როგორც აი პანორამა თბილისია, ხო? აი უზარმაზარი შენობა, ძალიან ცივია. ხო, აი ზუსტად ესეთი შენობა, პანორამა თბილისი, ეს შენობა იდგმება აი ამ ადგილას, დაახლოებით ესეთი. აღწერაზეც მოგახსენებთ იცით? კი ბატონო. 2 სიტყვას და შემდეგ ეს წავიკითხოთ. აღწერა არის ესეთი, რომ აი ეს აბანო, რომელიც ცივი აბანოს სახელით ძველი თბილისის რუკებზე აბსოლუტურად ყველგან არის მითითებული, ეს აბანო უნდა გახდეს მონუმენტური კარიბჭე. აი ამ გაბარიტული შენობის. მერე ეს ხო ტერასული განაშენიანება, მერე ტერასებზე იქნება გადასასვლელები და ისინი ხა აღწერილობას გვაძლევენ. აქ იქნებაო აზერბაიჯანის მოზარდმაყურებელთა თეატრიო, იქ რაღაც ბიზნეს ცენტრებიო, ანუ რაღაც რეგიონალური შეხვედრების ადგილიო და რაღაცა ესეთი სივრცეებიო. ხო, ვერასახელებენ რა სივრცეებია. ეხლა იქ ხო თეატრი უნდა იყოს, აქ მოზარდმაყურებელთა თეატრი და იქ კიდე რა სივრცეები არის, საერთოდ ვერაფერით ვერ მივხვდი. და თან კიდე ვიცით რა ხდება, რომ აქ კიდევ ერთი საინტერესო ხაზული იკვეთება, იმიტომ რომ ჩვენ ეს უკვე დოკუმენტურად ვერ დავადასტურებ ამას, ეს ზეპირ სიტყვიერად გვითხრეს ხელოვანმა ადამიანებმა, თეატრის ხალხმა და ძირითადად აი საოპერო მუსიკის წარმომადგენლებმა, რომ აი მაგ დრამატული თეატრის დირექტორი უკვე დანიშნულიაო, ეს არისო, ესე იგი ის მუსლიმ მაგოვანეს ცოლყოფილი ეთქვა ახალგაზრდა ქალის შედარებით, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ჩამოიყვანესო. ისო იყო უკვე ჩამოსული შეხვდა დასო, დასი არ მოეწონაო. იმიტომ რომ ეს განვითარების ცენტრი არის ადგილობრივებისათვის, ხო? იდეა ხო ესეთია, რომ ეს უნდა განავითარონ ადგილობრივი აზერბაიჯანელები. არა, ამ ქალს არ მოეწონა, უკვე ხელი აქვს მოწერილი, რომ ეს დასი გაუშვა და ბაქოდან ჩამოყავს ახალგაზრდა დასი, თავის ოჯახებიანად, რომლებიც რასაკვირველია მოითხოვენ დასახლებაზე, ისინი დასახლდნენ იმ ადგილას, სადაც ჩვენ ვართ. ანუ ადგილობრივი მოსახლეობა უნდა წავიდეს და ბაქოდან უნდა ჩამოვიდნენ ვიღაცეები და უნდა შექმნან ოჯახები და ჩემ მეზობელი ამბობს ხოლმე, რომ იქ ბრიფინგზე რო იყო წასული მარიამ ქულივიშვილთან, ძალიან აღელვეს ეს ქალი და ესე ყვიროდიო და მე აქედან უნდა წავიდეო და აზერბაიჯანელებმა აქ უნდა იცეკვონო. ასო ესე იცახდაო. იცი რა გამრავდნენ თავიანთ მიწაზე, ხო? და ჩვენ სადაც ცხოვრობთ, რატო უნდა ავიყაროთ? ესე შაჰაბასობა ხო არ არის არა? და ყიზილბაშობა, რატო უნდა ავიყაროთ? და რატო უნდა დაუტოვოთ ჩვენი ეს კერები? ჩვენი სურვილის წინააღმდეგ საერთოდ არ გვინდა იმ ადგილიდან წასვლა. არ გეგმავდით არასოდეს სხვათა შორის. ისე წყალებში რა თქმა უნდა, რასაც ვიტყვი, რა ბედნიერები ვართ. ორთაჭალა აზერბაიჯანს, ორთაჭალასთან ცოტა ოდნავ იქით არაბების დასახლება და მოკლედ ბედნიერი ერი გამახსენდა ილია ჭავჭავაძის ლექსი რა. ანუ ყველა ჩვენი პატრონი იქნება ქართველების გარდა, აი ქალბატონო მაია, მე მინდა უბრალოდ აი ეს ამოვიკითხო პროექტზე რომ საუბრობდით. ჯერ ერთი ფოტო ვნახე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი წყვება იმ იმაში, ხო, აზერბაიჯანელები. ხარკუხის წმინდა ნიკოლოზი, არა. ეს არის ხარკუხის წმინდა ნიკოლოზი, დგას ზემოთ და თან ეს განჯისკარი რომ არის ეს გალავანი იმის ზემოთ დგას. აქ არის მეოთხე შესახვევი, აი აბანო სადაც არის, აბანო ადის პირდაპირ გრიშაშვილის ლამის შუაწელში. აი ეს ტერიტორია 6000 კვადრატულ მეტრამდე. ხო ცოტა 6000 კვადრატული. რა თქმა უნდა ცოტა. თან ეს მართულხვათებიანი გალავანი ორი კვადრატიც რო იყოს ნამდვილად არ მაქვს. რომელიც აუცილებლად იქნება ეს დაცული. იმიტომ რომ დაახლოებით რამოდენიმე წლის წინ მოსახლეობა შეშფოთდა, იმიტომ რომ ბანოლოგიურმა თავის მიწები გაყიდა იქა და მიყიდა სოკარს. და იქო თავენ სალოცავი ჯამე უნდა ააშენონო.
და მეჩეთს ვეძახი ხოლმე პატარა ჯამეს აშენებას აპირებდნენ და ძალიან შეშფოთდნენ ისი ძალიან უცნაურ რაღაცას გეტყვი ჩვენი ადგილობრივი აზერბაიჯანელებიც იმიტომ რომ იზახდნენ რომ ჩვენს არ გვჭირდება იმიტომ დაგვაპირისპირებს ერთმანეთთან და ამიტომ ჩვენ რო ხელმოწერები შევაგროვეთ მათ ძალიან დიდი სიამოვნებით მოგვით საერთოდ გვერდში გვიდგან მინდა გითხრათ ნუ იშვიათი გამონაკლისის გარდა თითქმის გვერდში გვიდგანა და მაშინ რომ შევიტანეთ ეს გამგეობაში გვითხრა რომ ჩვენო არ ვიცით არა ვართო საქმის კურსშიო და ყველაფერი უარყო აბსოლუტურად და იმის შემდეგ უკვე ეს მოარული ხმებიც აღარ გავრცელებულა უბანში მაგრამ აპირებდნენ ნამდვილად და ეხლა რო იქნება მათი ტერიტორია ეხლა გვეუბნება აზერბაიჯანის ტერიტორია და მოხსენით თქვენი დროშაო წარმოიდგინეთ რა იქნება მე აუცილებლად ააშენებენ თავის ალოცავს აი ამ უზარმაზარ მართულხლათებიან მაღალ გალავანს შუა მოაქცევენ და ჩვენ გვექნება აი ნინომ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა რომ შლაგბაუმსო ალბათ გააკეთებენო და ფულსაც გადაგვახდებინებენო ისე სხვაგვარად არ შეგვიშვებენ რომ ძელფაგოში ეს არის იცით ხო არ უშვებენ ესეთი მოსაკრებელია რო იტყვიან ხო მოსაკრებელის გარეშე მხოლოდ იქაურ მაცხოვრებლებს უშვებენ არის იქ ესეთი პრაქტიკა და ისინი გადმოიტანენ თავის პრაქტიკას რა ძალიან ჩვეულებრივად და ისეთ რამით ხეს კიდე იქ როცა ბაქოში ვიყავი ამ ძველ ბაქოში ჩვენი გამოფენა ქონდა და იქ ბაქო თქვენიო თქვენო როგორ მოგწონთ და აქტუალებული ვიყავით იმიტომ რომ მათი გენეტიკა მათი გენეტიკური ხედვა ნუ კოლორიტული აზერბაიჯანული თქვენო რა მოგწონთ თქვენ ისეთი გახსნილი სივრცე გაქვთ და ისეთი ძველი ქალაქი რომ წარმოგიდგენიათ ანუ იმათ არ მოსწონთ თავიანთი ძველი ქალაქი თვითონ და ყველას მოსწონს აქეთ უნდა და ისეთ რა სივრცე გაქვთ თქვენო რა მოგწონთ ამ ქალაქშიო აი ესე გითხრა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა. ხო და მაგიტომაც იმათ რომ მოწონს ჩვენი ქართველები აგერ დღევანდელმა არაფორმალურმა მმართველმა გაუხსნა კარი და მახსოვს 2016 წელი იყო თუ არ ვცდები სადაც აი ეს ვიზა ლიბერალიზაციის ამბები იყო და ქართველები გაუშვა გაყარა გარეთ და კოლექტიურ ჰასანებთან მიამაგრა და აქ კიდე დარჩა ტერიტორია ასე და ბუნებრივია იმათ რომ მოწონთ ჩვენი ადგილი ისინი სახლდებიან კი ბატონო ღია სივრცეში მოდიან ხო არ ფიქრობთ ეხლა ეს როგორც ხელოვნებათმცოდნეს და რა თქმა უნდა ისტორიასთან ძალიან ჩახუტებულ ქალბატონს გეკითხებით ხომ არ ფიქრობთ რომ საქართველოში სერიოზულად მოიკიდა ფეხი ისლამიზაციამ და აბსოლუტურად ყველანაირი სახით მე კარგად ვიცი რა კითხვასაც ვსვამ. ეს არ არის უბრალოდ აი ახლა ამ წუთას მოფიქრებული. აი ამასთან ხო არა გვაქვს საქმე რომ გაბატონდეს ისლამი საქართველოში. მთელი ცხოვრება ხო ჩვენი ქრისტიანობისთვის ვეწამებოდი ჩვენი წინაპრები ამას იცავდნენ იმიტომ რომ ქრისტიანობა ჩვენი სარწმუნოება იყო და რჩება ჩვენი თავის გადარჩენის აუცილებელ პირობად. აი ამას რას ფიქრობთ? იცით რა შესაძლოა? ეხლა ესე ვერ ჩაუღრმავდები, იმიტომ რომ მე ხა მაინც სტატისტიკას უყურებ ხოლმე. დასაშვებია, იცით, რასაც თქვენ ამბობთ, ხო, ერთი ფაქტიდან, აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტიდან გამომდინარე, როცა ჩვენ მე აგიხსნით რატო დავსვია შეკითხვა. დიახ, ჩვენი პატრიარქი რო იყო გარდაცვლილი მაშინ მოგეხსენებათ ახლა ეს პანაშვილებზე დღე მთელი ბევრი ხალხი იყო და ღამეც მივდიოდით ხო მე არ ყოფილა იმ ღამეს აი ჩემი და იყო მისულე წასული და ცოტა ნინოსთან ერთად და ცოტა ესე შეშფოთებული მოვიდა სახლში და მითხრა რომ ჩვენ ნინო თალაკვაძეზე საუბარია მითხრა რომ აი რომ ჩამულ ხიდს რო გადამოვედიო აი მშვიდობის ხიდს რო ეძახიან ახლა და მეტეხის ხიდს აღმოჩნდიო ისეთი რაოდენობის არაბულად ჩაცმულ ადამიანებშიო თან შუაღამე იყო იცით ესე 3-4 საათი ისეთი ქალები კაცები ანუ ძალიან ბევრი იყვნენო ну ეს მომიყვა და რასაკვირველია ხა მე ვინაიდან ვიზუალურად ეს არ მინახია ეს ინფორმაცია მივიღე და გაუშვი მაგრამ შემდგომში რომელიღაც ერთ-ერთმა ძალიან ცნობილმა ტელევიზიამ მგონი ჩაგელიშვილი იყო აღარ მახსოვს ეს ცნობილი ის არის
ტელეწამლომცა ვიდეოებს აკეთებს, იმა დადო ეს ვიდეო და მართლა შემძრა, იცით? ანუ საფრთხო მაგრად მაინტერესებს ქართველი ვინმე არიან? შენს გარდა ვინმე არის ქართველი? საღოლ ანუ ეს აკი არა აი რაც არის ეს აი რაც არის ესენი არის დიო და ერთი ქართველი ყავდა ეს გავკარგეთ დარო გიო დამიცადე რა და ესე დადიოდა და ეკითხებოდა რომელიმე ხართ აქ ქართველიო დადიოდა ესე აი ეს ვიდეო არსებობს არის კი ბატონო ჩვენც გვაქვს სამწუხარო ფაქტი ასახული როდესაც ჩემი სულიერი მოძღვარი ჩემი და ჩემი მეუღლის სულიერი მოძღვარი მე არ მინდა ახლა შეგნებულად დავასახელო იმიტომ რომ მას არ მინდა რამე პრობლემები შეექმნას ცოტა ისეთი მძიმე გადაცემაა და იმიტომ ატარებდა პარაკლის 100,000 ქართველი მოწამის კი ბატონო ამ დღესთან დაკავშირებით და იმ საღამოს როდესაც მე და ჩემი მეუღლე მივედით ამ პარაკლისზე აღმოჩნდა რომ რაღაცა 5-6 ქართველი ვიდექით რა დანარჩენი ესე იგი იქ აღებული ქონდათ ის ტერიტორია აი ეს ჩვენი ტერიტორია აღებული ქონდათ ერთ სიტყვას არ ვამატებ აი ეს რა ვიცი რა ეროვნების და ვის აი რაღაცა იქ ბაიათების ხმა ისმოდა იქ რაღაცა ისმოდა იქ რაღაცა ანუ და პატრული იდგა ძალიან საწოდავად და ელემენტარულად არ ქონდა იმისი უფლება ქართველებს რომ გვეთქვა რომ ჩვენ ძიმე ის რა თქმა უნდა ძალიან დიდი დღესასწაულიც არის ეს მაგრამ არის პარალელურად გლოვის დღეც ხო იმიტომ რომ ეწამნენ ხო ქრისტიანობისთვის ეწამნენ და ანუ არ ქონდა იმის უფლება და აი ამ ხმაურში და დავით არაბაში მამაო პარაკლისი ჩაატარა კი ჩაატარა და მე ავედით ეკლესიაში რა თქმა უნდა მაგრამ ეს იყო ძალიან მძიმე ფაქტი ნუ ეს იყო წლების წინათ რა მნიშვნელობა აქვს ეხლა იმის შემდეგ აგერ 35 წელია ასეთ დღეში ვარ და ის კითხვა ისიც რატო დაგისვით აი ამ ისლამიზაციაზე საქართველოს თუნდაც სულ აი თბილისთან ახლოს აი რუსთავი ავიღოთ ხო და რუსთავის მიმდებარე ტერიტორია და იქით მე ქვემო ქართლი და აღარაფერს ვიძახი უკვე იქით მესხეთ ჯავახეთისკენ განსაკუთრებით ჯავახეთისკენ რა სიტუაციაც არის ანუ და ხო ლაგოდეხში არის ფონიჯალაში ერეთში მაგას აღნიშნავ აზერბაიჯანს მაშინ კი რაღაცნაირად ოფიციალურად ხო არა აქვს შესყიდული და ანუ მეორე აზერბაიჯანი იყო რა საქართველოში იმიტომ რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი პატრონობდა აქაურ აზერბაიჯანელებს და ასე ისინიც კიდე მრავლდებოდნენ და ქართული დასახელების სოფლებში ქართველი აღარ იყო იმრავლონ თქვენი თქმის არ იყოს იმრავლონ თავის ტერიტორიაზე მაგრამ წარმოიდგინეთ იქ აი ლაგოდეხში ვიყავით ჩასული რეპორტაჟს ვაკეთებდით და თუ არ ვწდები მშვიდობიანი ერქვა ხო სოფელს თუ აღარ მახსოვს ნუ ახლა სოფელი აღარ მაქვს მაგრამ იმას ზედვე აქვს მიბმული აზერბაიჯანი აი საზღვარიც არ არის გავლებული მაგრამ აქეთ ქართული სოფელია და გვერდზევე არის აზერბაიჯანული სოფელი ქართული სოფელი დაჩაგრულია იმით რომ გაზი არ არის კომუნიკაციები საშუალებები არ არის იქით ცხოვრება ყვავის და ამ დროს რომ ვიკითხეთ რატომ იმათ ოფიციალურად თანხას უყოფს და აფინანსებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი რატო ჩემს მიწაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი რატომ თუ ასეთი გულშემატკივარია და ასეთი მოძმე რესპუბლიკაა მაშინ
შეეწიოს აქეთ ქართულ სოფლებსაც. იგივე რუსთავში ერთი პერიოდი მოგვიწია ჩვენი ტელევიზია იქაც ფუნქციონირებდა და ყოველდღიურად მიწევდა შეხება, რომ გავივლიდი აი ამ ტერიტორიებს გული მიკვდებოდა. რასაც მე საკუთარი თვალით ხედავდი და რომელი ერთი პრობლემა ჩამოთვალთ. ანუ ამათმა ფეხი ძალიან ადვილად მოიდგეს და ახლა უკვე თბილისის დაპატრონება უნდა. ძველი თბილისის და იცით ჩვენები ეხმარებიან ამას. რა თქმა უნდა. ჩვენები კი არ ეხმარებიან, ჩვენები აძლევენ მაგის საშუალებას. ჩვენები რა, ესენი ჩვენები არ არიან. დიახ. იცით რა, ისტორიის გაყალბებაც ხდება, იმიტომ რომ ეს არქიტექტორები, რომელიც არ არიან ისტორიკოსები. ნუ ეს ძალიან დიდაქტიკურად აცხადებენ, რომ სიონიდან ბაგრატიონის ძეგლამდე არის მჭიდროდ დასახლებული აზერბაიჯანულები. კი ბატონო. მიკროუბნები. აი ესე ამბობენ პირდაპირ. და ეს არის ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ჩვენივე პირით ვაძლევთ თბილისის გულს, აი ესე ხონჩით ვაძლევთ აზერბაიჯანს. კი ბატონო და აქვე კიდევ ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო, ეს არის 2004 წლის დასაწყისი, ანუ ვარდების ხელისუფლება გამარჯვებულია ნოემბერში და ინაუგურაცია ხდება იანვარში, ხო, პრეზიდენტის. და აი ამ პერიოდში მე მაქვს ინტერვიუ უკვე დასახელებულ პიროვნებასთან, თანამდებობის პირთან, იუსტიციის მინისტრ ბატონ ზურაბ ადეიშვილთან. და მეკითხები, რომ კი, მაგრამ პასპორტში რატო აღარ უნდა პირადობის მოწმობაში რატო აღარ უნდა გვეწეროს ეროვნება და მამის სახელი. მე მაქვს ეს და აუცილებლად უნდა გავახმოვანო ეს სტატია ბეჭდურად დიახ პრესპრემიერში არის და ადამიანი პასუხობს, ახლა ციტირება ზუსტად ვერ მოვახდენ, მაგრამ შინაარს ვამბობ, რომ უმცირესობას, ანუ ეროვნულ უმცირესობას არის თუ ეთნიკური უმცირესობა თუ რაღაცა რელიგიური უმცირესობა თუ ასე შემდეგ ეწყინება. წინთ რომ ისინი უმცირესობას წარმოადგენენ და ჩვენ უმრავლესობა ღიად ვაცხადებთ, რომ ანუ ეროვნებით ქართველები ვართ და ყავს მამა. მე კითხვა დავუსვი მასზე, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ თქვენ შვილებთან გქონდეთ ეს და ამაზე კინაღამ გაგიჟდა. არ მოეწონა. თავის შემთხვევაში არ მოეწონა. აუცილებლად გავახმოვანებ ამას. ჟურნალისტური გამოძიების ჟურნალი პრესპრემიერი ნომერი 32 2004 წლის 3 თებერვალი მეშვიდე გვერდზეა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან. სტატიის სახელწოდება წავიდა ის დრო კრიმინალური ავტორიტეტები ხელისუფლებას რომ აშინებდნენ. ინტერვიუ საქართველოს იუსტიციის ახალ მინისტრთან. ინტერვიუს უძღვება ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი, ანუ მე. და მოდით აი ეს ამონარიდი წავიკითხოთ, რომელიც ეხება პირად დოკუმენტებს, პირადობის მოწმობას და ასე შემდეგ. და მე ვუსვამ შეკითხვას, ანუ ჟურნალისტი ეკითხება იუსტიციის მინისტრს, ეს კითხვა არის მერვე გვერდზე, რომელიც გრძელდება მე-9 გვერდზე. მოკლედ აი ამ ამონარიდს წავიკითხავ. რაც შეეხება პირად დოკუმენტებს, მოდით დავაზუსტოთ, რამდენადაც თქვენი საუბრიდან გაირკვა ბატონო ზურაბ, პირადობის მოწმობა, პასპორტი საქართველოს მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა, პირადობის დაბადების ქორწინების გარდაცვალების მოწმობები უფასოდ გაიცემა, პასუხობს იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. პასპორტი ფუფუნების საგანია, რომლის გაცემა ფასიანი იქნება. აგრეთვე ფასიანი იქნება განქორწინების საბუთიც. არ არის გამორიცხული პასპორტსა და განქორწინების მოწმობაზე ფასი გაიზარდოს. თუმცა გაიცემა ერთ დღეში ყოველგვარი ბარიერისა თუ ქრთამის გარეშე. ასევე უპრობლემოდ მოხდება გვარის გამოცვლაც ერთ დღეში და ოფიციალურად ხელმისაწვდომ ფასებში. თუ ადამიანს გვარის გამოცვლა სურს, როგორ შეიძლება მისთვის ბარიერის შექმნა? ამისთვის არქივში სირბილი სულაც აღარ იქნება საჭირო.
ეროვნება და მამის სახელი თუ დაფიქსირდება პირადობის მოწმობაში, ვეკითხები მე, ანუ ჟურნალისტი. ეს პარლამენტის გადასაწყვეტია, ჩვენს ქვეყანაში იქმნება ისეთი სისტემა, რომ ადამიანს დაბადებისთანავე მის მოწმობაში საკუთარი კოდი დაუფიქსირდება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვება, რაც უამრავი პრობლემის მოგვარება შეუწყობს ხელს. ამიტომ პირადობის მოწმობაში მამის სახელის დაფიქსირება დიდი აუცილებლობა აღარ იქნება. მით უმეტეს დედას მამის ფუნქციებზე არანაკლები დანიშნულება აქვს. ვფიქრობ, პირადობის მოწმობაში მამის სახელის დაფიქსირება არ დაფიქსირება დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენი ქვეყნის მთავარი მიზანი ტერიტორიული გამთლიანებისთვის ბრძოლაა. ისე პრინციპში ნახევრად ხუმრობით თუ ვიტყვი, რა აუცილებელია მამის სახელი, ეუბნება ჟურნალისტი. მაშინ, როცა დღევანდელ საქართველოში ბავშვი შეიძლება უმამოდაც გაჩნდეს და მით უმეტეს, რომ პარლამენტი უკვე დიდი ხანია მუშაობს მრავალცოლიანობის პროექტზე და ასე შემდეგ. ასე რომ, გეთანხმებით, ბატონო მინისტრო. ასე ნუ იცინით, პასუხობს ზურა ბადეიშვილი. ბავშვს მამა ნამდვილად უნდა ჰყავდეს. თქვენ როგორც ჩანს, სწორად ვერ გაიგეთ ჩემი ნათქვამი. აქ ბატონ ზურაბს სახე ოდნავ წამოუწითლდა სიბრაზის ნიშნად, მაგრამ თავი აშკარად შეიკავა. რაც შეეხება ეროვნებას, რა აუცილებელია მისი დაფიქსირება, არა ქართველს ხომ შეიძლება ეწყინოს და მოკლედ. აი მაქედან დაიწყო განსაკუთრებულად ჩვენი დანაშაული, ჩვენი, რომ ხმა ვერ ამოვიღე და თითოეულად თუ იღებდა ხმას, როდესაც დაიწყეს პასპორტებიდან. თითქოს უნიშნელო, თითქოს არაფერი ისეთი უმტკივნეულო საკითხია პასპორტებში, ნუ პირადობის მოწმობებში მამის სახელისა და ეროვნების ამოღება. აი აქედან ეს ერთ-ერთი პირობა არის კიდევ ჩვენი როგორც ერის დეგრადაციისა. და ხელი შეუწყო მე ყველაფერმა იქ სოციალურ პოლიტიკურმა მოვლენებმა და ეს ხალხი, რომლებიც თუნდაც იმ არჩევნებში 50, 20 ლარად და 100 ლარად ერთი ხაჭაპურის ფასად, აი იმ 100 ლარსაც და 200 ლარსაც ხარჯავდნენ იქ, რომ შეერ მწყურვალს ხაჭაპური უნდა ეყიდათ სახლში, რა მიქონდათ საინტერესოა სამაგიეროდ, არჩევნები აი ასე ყალბდებოდა. რომელი ერთი პრობლემა ვთქვათ და მოდით გადავიდეთ იმ საკითხზე, თუ გინდათ ამაზედაც გააკეთეთ კომენტარი, გადავიდეთ იმ საკითხზე და დავასრულოთ მეორე ბლოკით. რას გეუბნება თქვენი უფლებადამცველი? მოვიგებთო საქმე, არისო რამე შანსიო? იცით როგორ არის, რომ უფლებადამცველმა რომც არ გვითხრას, ეს არის სამართლიანი საქმე. ჩვენ ვართ სამდე მართლები. იმიტომ რომ ცხოვრობთ უსამართლო ქვეყანაში. კონსტიტუციურად მართლები, იმიტომ რომ კონსტიტუციაში პირდაპირ წერია კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა. წერია. შემდეგ ექსპროპრიაციაში წერია მთელი რიგი პირობებია საჭირო, რომ შენი იძულებით ჩამოგართვა მქონება. ყოველთვის მომა განაკლიის მაგალითი, სადაც მოსახლეობა არ ეწინააღმდეგება, კომპენსაციებზე დაობენ, იქ სასამართლოები მითის კომპენსაციებს. თორე ძალიან აი ესე გადიან იმ ტერიტორიებზე. პორტი შენდება და აბა რა უნდა ქნან, იქ ვარი ცხოვრებენ, არა, იციან, აქ რა შენდება? არაფერი. აქ შენდება ალიევის რიგი მე-6 კულტურული ცენტრი, რომელიც აი ხა მე გავაგრძელებ თქვენს აზრს, რომ როდესაც ერთ-ერთი ცენტრი არის მარნეულში. ძალიან ფეშენებლური ცენტრია. როცა ჩვენ იქ რაღაც პროექტები გვაქვს ხოლმე და ჩავდივართ, აი მთელი კედელი უჭირავს ალიევის და ივანიშვილის ესე ძმურად გადახვეულ ფოტოს. და როდესაც ვეკითხები ხა ეს ვინც ხელმძღვანელ დირექტორი ვინც არის და ვეკითხები ეს ფოტო რატო არის? ალიევი მიგვირს განსაკუთრებით, რომ ივანიშვილი არ მიგვირს, ივანიშვილი კიდე ჩვენია აქეთ, ხო? იქ ის რატო არიან და რატო ორივე ერთად შექმნეს ეს კულტურის ცენტრი. ესე იგი წარმოგიდგენ მარნეულიდან დაიწყეს და ძველ თბილისში ამთავრებენ თუ რა შვებიან, მე მაინც ვერ მივხვდი რა შვე. თან მით უფრო რომ ჩვენ ხო იქა ვართ. ჩვენ ხო ქართული კერა გვაქვს იქ გაკეთებული 87 წლიდან, იმიტომ რომ აი ჩვენ გვაქვს მხატვართა კავშირის, რა ვიცი, უამრავი წერილები გვაქვს, სადაც პირდაპირ წერია, რომ აი ჩვენი საზოგადოებრივი საქმიანობა აი ამ სახელოსნოში, შემოქმედებითი სახელოსნოში არის პირდაპირ მიმართული ქართველი საქართველოს განათლებისა, კულტურისა და განათლებისაკენ. აი ნოდარ ჯამბერძეს უწერე ეს ძალიან ლამაზად, სხვა შორის კარგად წერდა ეს ადამიანი და
რომ ეს ისეთი კულტურის კერაა, რომელსაც განსაკუთრებული დახმარება უნდა გაუწიოთო. აი აბსოლუტურად ყველა რეკომენდაცია ესე თავდება, როდესაც რაღაც საჭიროებისამებრ ჩვენ ვიღებდით ხოლმე რეკომენდაციას და თვითონ მეზობლებიც იქ ბრიფინგზე რო წავიდნენ, აი შეეუბნებოდნენ იმ მარიამ ქულივიშვილს, ჩვენ გვაქვს ჩვენი კულტურის კერა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული კულტურის კერა. რატო უნდა აშენოთ აზერბაიჯანული კულტურის კერა, ქართული კულტურის კერის საპირწონედ? ამას ეუბნებოდა მოსახლეობა თვითონ, რომელიც აი სხვადასხვა პროფესიის არის, აი ზოგი 10 კლასს დამთავრებულიც კი არის, ხო? აი მათ ესმოდათ, იცით, ეს გაცნობიერებული ჰქონდათ და ეკონომიკის მდგრად სამეცნიეროს კიდე არ ესმის ეს. აი ეს არის მდგრადობა არის შემთხვევით განსაცვიფრებელი, განსაკუთრებული. არანაირად არ ესმის. სიმართლე გითხრათ, როგორც დემოკრატიული ცენტრალიზმის ვერ არ ესმის. კომკავშირი რო იყო და დემოკრატიული ცენტრალიზმი ისე ვერ გავიგეს მდგრადი. და იცით რა, უკაცრავად კიდევ ერთ იმას ჩავთავ, იქიდან ამბავი გამოიტანეს ერთ-ერთმა ვინც ხელმძღვანელობდა, მგონი ენუქიძე იყო ეს მოადგილე, ასე გვითხრაო, რომ რა არის ხა აზერბაიჯანიო ზურგზე ხო არ წარმოიკიდებს ამ მიწას და ხო არ წაიღებს. ეს ესეთი პროვინციალური ფრაზა არის, რომელიც მე არ ვიცი რამდენი ხანია უკვე მესმის რა და მეორდება და მეორდება. ცხონებული პრეზიდენტი საქართველოსი ზედ გამსახურდია პრივატიზაციის კანონის შემოღებას არ ჩქარობდა და სწორედ მაგიტო ერთ-ერთი მიზეზი რისთვისაც აუმხედრდა მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სიგუა, თენგიზ სიგუა, ისე საწყალი ისე გარდაიცვალა, რომ კაციშვილს ერთი თბილი სიტყვა კაციშვილმა არ გაიგო. ნუ გაამწარა მთელი საქართველო. და ის მოითხოვდა პრივატიზაციას, ხო? და ზედ გამსახურდია ეუბნებოდა, რომ არ იყო ჯერ ამისი დრო. საქართველო არ იყო ამისთვის მზად. ალბათ ჯობდა რომ დაგვეჯერებინა და კიდევ სანამ შევარდნაძე იქნება წანისის რეზიდენციაში დამარყული დაკრძალულს არ ნახევარი მისცეს უკვე ის ნახევარი. რა მაინტერესებს ბაქოში რო იყავით თქვენ შევარდნაძის ამ ქუჩა არსებობს საფრთხსენება არ არის ერთი შოთარუსთაველია სადღაც მე მგონი ეს როგორც კლასიკოსი ჯორჯ ბუში ყავს და და ბულბულოღლის ძეგლი დგას ორთაჭალაში ძმების იმენსენები და ის არ ხვდებათ ყუში ეს ძმების იმენსენები საერთოდ თქვენ იქ იმაში ცხოვრობდნენ სოლოლაკში 6 წელი და არ გადმოსულან ძველ თბილისში ფეხი არ გადმოუდგიათ თორე თავიანთი რაღაცის ჰქონდათ დახრი ჰქონდათ იქ სავაჭრო მაღაზია ჰქონდათ საარქივო ფოტოებიც არსებობს და ნუ შინკევიჩი, კაი შინკევიჩი გასაგებია, ნუ რუკა შექმნა. მაგრამ ეს რუკაც ახლა შინკევიჩის რუკას რო შეხედო, თათრის მოედნის აქეთ არ გადმოვდით. ნუ აბანუთუბანს მოიცავს ცოტა. ნუ ეს შინკევიჩი, სიმენსების ქუჩა, მერე ფათალი თუ რაღაცა ვერ მიმახსოვრებ ამ ახლანდელი ჩვენი ქუჩის სახელს. მერე მირზა ფათალი ახუნდოვის მუზეუმი და ყველას გონია ეს ქანდაკება რო დგას, რო არის გრიშაშვილის ქანდაკება. ბავშვებს გონია. და მე მეუბნები რომ არის ფოლად ბიული ოგლის მამის ხო არის ეს რომელიც თუნე დაბადებულა აქ სადღაც იქ ვარანცოლზე ჩუღურეთში ოღონ 3 წლის ასაკში გადასულა ბაქოში რა უბანს ვერ გავიგე ხა რა ხდება იქ ნუ აი აზიარა ვარ გრიშაშვილის ძეგლი სადღაც ზემოთ დგას ტრასაზე დგას ფოლად ბიული ოგლის მამის ძეგლი მე გისურვებ თქვენ გამარჯვებას თქვენთან ერთად მთელი ქართველი ერის გამარჯვებას თბილისელებო, სანამ მთელ საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, რომ ჩამოვიდეს ერთ პატარა თბილისში, მაინც თბილისი გახდა თავკომბალა და მთელი საქართველო თბილისში არის. ასე რომ ეს არ არის მარტო გორგასლის 4 ნომრის მაცხოვრებელთა, მე-4 ჩიხის მაცხოვრებელთა პრობლემა. ეს არის მთელი საქართველოს პრობლემა. და აქ მარტო კუკავაკი არ უნდა იცავდეს მათ ამ მოსახლეობის ინტერესებს. ბატონი კახასთან მე რა პრობლემა მოქვს, პირიქით მადლობას ვეთქვი მე მას, რომ ის იცავს ამ ადამიანების ინტერესებს. აქ მთელი ადვოკატები უნდა გაერთიანდნენ. იმიტომ რომ ამ ადამიანებს მართლა დაცვა ჭირდებათ. უფლება დამცველი მარტო სტატუსი არ არის. ამ სტატუსს გამართლება ჭირდება. და ვალდებულები ვართ მე როგორც ტელევიზია ხარში დავიდგე მათ
და თქვენ როგორც ადვოკატები და უფლებადამცველები ვალდებულები ხართ ამ ადამიანების ინტერესები დაიცვათ. ამიტომ რომ სულ მალე ჩვენ სახლებშია შემოვლენ. აუცილებლად. და ჩვენ მერე ასე რომ ჩვენი უნდა ვიტიროთ ყველა. მაგრამ ხვალ ზეგ არავინ ვიცით. როგორც არავინ არ ვრჩებით უკვდავები და ყველანი ვართ სიკვდილის შვილები და ყველას სახლთან ადრე თუ გვიან დაიჩოქებს ეს აკლემი, როგორც იტყვიან ხოლმე, ასევე არ არის გამორიცხული რომ ჩვენს სახლთან დაიჩოქოს რომელიმე აი ეს ავიცი სხვა უცხო ტომელის წარმომადგენლობა. მე ძალიან გამიჭირდა ამ გადაცემის რაღაცნაირად დაყვანა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ეს გადაცემა. მეცადე ცოტა პოზიტიური მომენტები, ლირიული გადახვევებით შემეტანა აქ, იმიტომ რომ ძალიან არ დაზაფრულიყავით თქვენ და ამ ქალბატონებისთვისაც მიმეცა რაღაცა იმედის ნაბერწკალი, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და რომ ფარხმალი არავინ დამყაროთ და ვეცადოთ ჩვენი საქართველოს ჩვენი მომავალი თაობისთვის გადაცემას. ამიტომ რომ ჩვენ თუ ახლა არ ვიბრძოლეთ მომავალ თაობას არაფერი აღარ შერჩებათ. და ვერაფერსაც ვერ გაიგებენ ვისი გორისანი არიან და საერთოდ არიან თუ არა ვინმეს გორისანი. მე ქალბატონო მაია მინდა დავასრულო ეს და მე თქვენ გექნებათ უფლება და თუ სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა, თქვენ სურვილიდან გამომდინარე, თქვენი სიტყვა თქვათ კიდევ. მთავრობა ეკონომიკის სამინისტროში ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტოს ქმნის, საჯარო კერძო თანამშრომლობის სააგენტოს კი არსებული სახით აუქმებს. საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონში ცვლილება დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ანუ 6 დღის წინანდელი ეს ინფორმაცია, დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა და განაცხადა, რომ კანონ პროექტის განხილვა დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს. უფრო კონკრეტულად, საჯარო კერძო თანამშრომლობის სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციიდან ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ გადავა შეეცვლება როგორც სახელი, ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო, ისე ფორმატი. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების სააგენტო 9 წლის წინაც ფუნქციონირებდა. ამით ახლა რისი გაკეთება უნდათ, მე არ ვიცი ვის რა ინვესტიციებს ჩაადებინებენ აქ და საერთოდ რას იზამენ. და ბოლოს 2026 წლის 3 აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე, რომელსაც ხელს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქრივიშვილი აწერს, გორგასლის მეოთხე შესახვევში მდებარე საცხოვრებელი სახლებიდან ოჯახებს იძულებითი გამოსახლება ემუქრება. დოკუმენტის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობა იგეგმება, რის გამო შენობას ექსპროპრიაციის სტატუსი მიენიჭა. როგორც ადგილობრივები აღნიშნავენ, პროექტის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მატარებელი არ არის და შესაბამისად მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაექვემდებარონ ექსპროპრიაციას. შენობა აზერბაიჯანის საელჩოს გვერდით მდებარეობს და მასში დაახლოებით 23 ოჯახი ცხოვრობდა. მოსახლეობის ნაწილმა მოლაპარაკების შედეგად საცხოვრებელი უკვე დატოვა, თუმცა 10 ოჯახი ტერიტორიის დატოვებაზე უარს აცხადებს. გორგასლის მეოთხე შესახვევის ანუ დღევანდელი იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა ნომერ 3 მცხოვრებთა ნაწილი უკვე 50 წელია თბილისის ამძველი უბნის მკვიდრია. 2026 წლის 3 აპრილს გამოცემული ბრძანების საფუძველზე გორგასლის შესახვევში მცხოვრებ 23 ოჯახს სახლებს უნგრევენ, რათა აქ ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი აშენდეს. ეზოს ბინადრები ძველი თბილისური უბნების დანგრევას მიმდინარე წლის 6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტსაც უკავშირებენ. მათი ნაწილი შიშობს, რომ მთავრობა მხოლოდ გორგასლის მეოთხე შესახვევით არ შემოიფარგლება და საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის გაღრმავებას სხვა ტერიტორიებით შეეწირება. ეზოს მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ნანგრევებში დარჩებიან და ტერიტორიას არავის დაუთმობენ და აი აქვე მინდა დავამატო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა თუნდაც იგივე ვალერი გელაშვილის ცემის შედეგად აი კარგად რომ მასა სიკვდილის პირამდე მიიყვანა ეს ტერიტორია წაართვა და
სასახლე აიშენა, დღეს სააკაშვილი ხან გიჟად მონათლეს და იწვა საავადმყოფოში და ახლა კიდევ ციხეშია. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, საინტერესოა არაფორმალურმა მმართველმა საქართველოში როგორ აიშენა და ვინ მიაცემინა მასზე ტერიტორია, მე კითხვას ვსვამ, აი ეს ტერიტორია, რომელზედაც მას უცნაური სასახლე აქვს, იდუმალებით სავსე აი ეს აშენებული და რომლის გამოც ძალიან ბევრი რამ განადგურდა იქ. ეს თბილისის ალეია იყო, აი ასე მეძახდით. მაგრამ დღეს ის თბილისის ალეია აღარ არის. ის ბიძინა ივანიშვილის საკუთრება. ძალიან დიდი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ. ერთ იმას უნდა გამოვეხმარო, ამ ინვესტიციებთან დაკავშირებით ეს უცნაური კანონი რომ არის. იცით რას მივაქცია ყურადღება, რომ ყოველ 3 დღეში ცვლიან კანონებს, ძალიან სისწრაფით. აი ხა თქვენ რაც ბრძანეთ, შეიძლება ზუსტად ერთ კვირაში აი ამას ეს შეიცვალოს. ანუ როგორც მე მივხვდი, აი ამ კანონებს როგორც სამთავრობო ცვლილებებია, თვითონ იგებენ, ხო. იჯაკივით იცნევენ ახლა. აი ძალიან, ამიტომ ეს კანონს ვერ დაეყრდნობა, ეხა მოქალაქე ვერ დაეყრდნობა, იმიტომ რომ ეს კანონი ერთ კვირაში შეიცვლება, როგორ შეიძლება რომ კანონმა არ იკანონოს თუნდაც ერთი კვარტალი, მაგალითად 3 თვე, ხო უნდა იკანონოს და აქ ერთ კვირაზე მეტი ვერ ძლებს. აი ეს ძალიან ბევრია, ქალბატონო მაია. ხო. პირველ რიგში მე მინდა ჩემს მაყურებელს უთხრა, რომ აი ესე დევიზით მინდა მივმართო, რომ გადავარჩინო ძველი თბილისი. აუცილებლად. იმიტომ რომ ძველი თბილისი ეს არის ჩვენი ფესვები. ეს ის ისტორიული ქალაქია, რომელიც გვეამაღება ჩვენ, ხო? რომელიც ფაქტობრივად ეხლა ჩვენი ეს პრემიერი გამოდის და ტურისტული მიმართულება აქვს აღებული. საიდან აქვს ეს ტურისტული მიმართულება აღებული? როცა სპობს აბსოლუტურად ყველა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც მიმზიდველი უნდა იყოს ტურისტისთვის. და აი ამ მიმზიდველობას, იმიტომ რომ ჩვენ აი ეს პატარა თბილისური ეზო, რომელიც წინა ხაზზე როგორც გითხარით, აი ცეცხლის ხაზზეა სულად მნიშვნელობით. დღეში აი რამდენი ტურისტი შემოდის, ეს ათვალიერებს, იღებს და გადის. აი ხანსგან არც გვეკონტაქტება უბრალოდ აი ესეთი მუზეუმივით ათვალიერებს. ეს არის ბოლომდე. არა, ტურისტები არიან ხან ცოლქმარი. არა, რას ლაპარაკობ, მე ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა დავწერო. გადაცემა ზაქარიას როჭიკაშვილთან, რომელსაც არა უბრალოდ თავისი მოსაზრებები აქვს. შესაძლებელია, მაგრამ აი რაღაცა გადიან ესე და აი ადიან და გრიშაშვილზეც მიდიან, აი ეთყობათ აშკარად უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ну ეხლა ეს კიდე უბრალოდ ერთ-ერთი ჩემი ეს იყო სავიზიტო ბარათი რო არის ძველი თბილისი ამის მაჩვენებელი და კიდევ ერთი რამ რომ ჩვენ ვართ პირდაპირ წანისის ველზე რომელიც არის სისხლით გაყოფილი კი ბატონო და სადაც ეს ჩვენი სამთავრობო სტრუქტურები ყოველ 25-ში თუ 24-ში ცეკვა თამაშს მართავენ და აი ესეთ ზეიმობენ აი ამ წანისობას რო იტყვიან ხო და თან გვერდზე, აი ამ წანისობის გვერდზე ესეთ აზერბაიჯანულ ინფრასტრუქტურას ქმნიან და ქართველებს ერეკებიან, ანუ იმ გზაზე, რომელიც ერეკლემ გაიარა, ხო? კი ბატონო. ეს არის განსაკუთრებით სატირელი რა სულ. და მე ვინ უღალა დაერეკლეს? ქართველმა გამცემმა. ასე რომ ვინ ყიდის ქართულ მიწებს? ისე გვარით ქართველი, თორე შიგნით ეს ქართველი ვერ იქნება. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისთვის. ეს გადაცემა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ინფორმირებული საზოგადოება უკვე არის ის საზოგადოება, რომელსაც დაეყრდნობა, იმიტომ რომ თავისი მოსაზრება ექნება და დამოკიდებულება ექნება. ძალიან ხშირად მირეკავენ ხოლმე და მეუბნებიან, რომ გაგვაგებინეთ რა ხდება. და ძალიან ისეთი ხალხი, რომელიც რაღაც ეს თანამდებობები უჭერს, ვერ იგებენ რა ხდება, იმიტომ რომ არ უშვებენ, რომ შეიძლება კერძო საკუთრება არ იყოს ხელშეუხებელი. ამ ქვეყანაში. და მე აქვე მინდა გითხრათ გულწრფელად და ყოველგვარი გადამეტების გარეშე, რომ ჩვენს ტელევიზიას საკმაოდ სერიოზული მაყურებელი ყავს, რიცხობრივადაც და როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, აი ჩვეულებრივებიც უყურებენ, ასევე ეგრეთ წოდებული სამთავრობო სტრუქტურები. ასე რომ შესაბამისი სტრუქტურები ძალიან კარგად ნახავენ და მოისმენენ ამ გადაცემაში გამოთქმულ ყოველივე ფრაზას და თუ ვინმეს მაინც გული აგიჩქროვნათ ქართულად შეეშვით რა ქართული მიწის გაყიდვას და ქართველები ერთად დავდგეთ და ადვოკატებო ძალიან გთხოვთ
მარტო კახა კუკავა ვერაფერს გახდება. მას გვერდით უნდა დაუდგეთ უფლება დამცველები, თუ კი თქვენს ძარღვებში არის ქართული სისხლი. მე გახდე ჟურნალისტი ქეთსესიაშვილი, ჩემი პირველი ბლოგის სტუმარი გახლდათ ქალბატონი მარიკა იზორია გორგასლის მეოთხე ჩიხის სახლი ნომერი 3. ცხოვრები ქალბატონი მარიკა ხატვარი, მონუმენტალისტი, კერამიკოსი და რა თქმა უნდა საქართველოს ისტორიასთან ძალიან ჩახუტებული და მეორე ბლოგის სტუმარი ქალბატონი მაია იზორია, ხელოვნებათმცოდნე და რა თქმა უნდა ისიც საქართველოს ისტორიას ძალიან გულწრფელად ქართულად ჩახუტებული. ძალიან დიდი მადლობა, ურმესი მადლობა ქალბატონო ქეთ. წარმატებებს გისურვებთ და თქვენს მოდით მოგულეთ ტელეკომპანია ბეკატივი თქვენ სამსახურშია და იცოდეთ რომ ჩვენ არ მოგატყუებთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე მშვიდობიან დღეს. კარგად.